მე და მია ისევ დაგიბრუნდით ამანათებით, ვიცი რომ ძალიან ბევრი ელოდებოდით, ძალიან ბევრი კომენტარი შემომდიოდა ხოლმე. წადი მიასენ და მე მოდი, ერთად გავხსნათ. დღეს მოვიტანე 10 ცალი ამანათი, სპეციალურად დავარჩიე გრძელები. სულ ესეთებია, ნახეთ, სულ გრძელი ამანათებია, 10 ცალი ამანათი არის. სანამ გახსნას დავიწყებ, მინდა გითხრათ, რომ ამანათების ჩამოტანაში პოლონეთიდან დამეხმარა ამანათების გადამზიდი კომპანია Georgian Time. ჩემი მხარდამჭერები არიან ერთი სიტყვით ამ ამბავში. სულ ყოველთვის მეხმარებოდნენ ხოლმე და ახლაც ძალიან დიდი პარტია ჩამომივიდა და ნენელა გავხსნი. ჩამომივიდა ზუსტად 12 დღეში, ანუ ამ ბოლო დროს ძალიან მალ-მალე ჩამოვაქვთ ამანათები, ძალიან კარგი სერვისი აქვთ. მე უკვე 5 წელი ამ კომპანიით ვსარგებლობ და ვუწევ რეკომენდაციას არა მხოლოდ იმიტომ, რომ 5 წელი ამ ვსარგებლობ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ჩამოვაქვთ და ძალიან ხარისხიან და არც ერთი ნივთი არ დაზიანებულა. ჩამოვიდა 100 ცალზე მეტი ამანათი, ძალიან ბევრი ჩამოვიდა. ასევე ეს ამანათები გახსნის შემდეგ გაიქნება, გადახარისხდება და გაიყიდება ჩემს ვებგვერდზე დაკარგული ამანათები წერტილი G, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აი ესე. ხოლო Georgian Time-ის გვერდი Facebook-სა და TikTok-ზე შეგიძლიათ ნახოთ აი ესე. ლინკებს დავტოვებ კომენტარებში. ეხლა დავიწყოთ ამანათების გახსნა. ჯერ გადავალაგებ ყველაფერს იქით, რომ მქონდეს აქ ადგილი. დავიწყოთ მოდი ამით. აი ესეთი. სუბუქი ამანათია, ყუთი და შიგნით. საბოლოოდ ერთი ნივთი იქნება. მოდი დანას მოვიშველიებ გასახსნელად. პატარაზე ყუთს ვაზიანებ ხოლმე, მაგრამ ნუ არა უშავს მე მგონი რა. აჰა. რაღაც ისეთი დევს, რომელიც დაწუნებულო უკვე არ მომეწონება. აი ეს რაღაცაა, მეგობრებო. რაღაცა გაჯეტი არის, ხელის გაჯეტიო რაღაცა, გავხსნათ. მე მგონი ანკესია? მე მგონი ანკესია. თუ ავწდები, ინსტრუქციას თუ გადავხედავთ ანკეს. გავს ახლა განახებს კიდევ ყუთში გადევს. აი ესეთი რაღაცა დევს ყუთში. ამოვიღებ კიდევ ასე ვნახოთ რა არის თქვენთან ერთად. მე მგონი ანკესის რაღაც შემადგენელი ნაწილია. ხო ესე უნდა დაიჭირო. აქ ესე უნდა დააყენო. მე მგონი არის ანკესი. შემდეგ შეგიძლიათ ჩემს საიტზე გადმობზანდეთ დაკარგული ამანათები G, იქ უკვე ნანახი მექნება რა არის, ფასი დადგენილი მექნება რა იღება, გადახედავთ, გააკეთებთ საიტზევე შეკვეთას და მოგივათ კურიერი მოგიტანთ ადგილზე საკურიერო მომსახურებას თბილისის მასშტაბით უფასო არის. თბილისის გარეთ უკვე მე დაილაპარაკებთ იქ ოპერატორთან. პირველი ნივთი არის ეს, რომელიც აი ესე გამოიყურება კიდე დავაზუსტებ. მოდი ვნახოთ მეორე ნივთი, ესეც გრძელი ყუთს გავს. ნუ ესეთ ამანათებში ძირითადად თითო რაღაც ამოდის ხოლმე. აბა ნახოთ ამაში რა იდება. მე მგონი ვიცი რაც არის ეს და ძალიან გვიყვარს მთელ ოჯახს. მით უმეტეს ჩემ მეუღლეს თუ ავსწრები ასაწყობი ის არის ეფია. ეს არის პაზლი. ნახეთ. აი ეს უკანზეა ინსტრუქცია როგორია. ძივებით უნდა აიწყოს როგორც ვიცი. გავხსნი მაინც ამას. ხო, აი ეს ეგეს ნახატი არის, როგორც ვიცი, ეს გაიშლება ეს ნახატი და ძივებით ფუნჯით უნდა დააწებოთ მე აქ და გამოვა აი ეს ნახატი, რომელზეც ხატია, მე მგონი ზღარბები ხატია, არ ვიცი. ნუ კიდე შიგნით რაღაც ნაწილები მოყვება რა. შემდეგი შეკრა არის ეს, ნუ ჩანს კიდევაც. ისევ გრძელი, ყველა გრძელი ავარჩიე, ესე დავყოფნენელა ზოგის მძიმეებს ავარჩევ, შემდეგ პატარებს ავარჩევ და ასე შემდეგ. კატეგორიის მიხედვით მე მგონი უფრო საინტერესო იქნება გახსნა და არა ერთბაშად 100 ცალის და 200 ცალის. მოდი გავხსნათ, ვნახოთ, იმედია ამაში ეს პაზლი იქნება ჩემთვის ძალიან უინტერესოა ეს პაზლი, არ ვიცი თქვენთვის როგორია, მაგრამ მე პაზლებზე დროის დაკარგვა ძალიან დაკარგულად მიმაჩნია რა. ჯო, რამდენი ვეწოვი. აჰა, ყუთიც გაიხსნა. მე მგონი შპალერი ამოგვივიდა, ეს რა არის? საკაი რაღაცა ჩანს. რაღაც ტყავის მატერიას გავს, რომელიც საკმაოდ გრძელია. ნახეთ, აი ესეთი რაღაცა არის. ტყავია? აი ესეთი რაღაცა არის, გრძელი, ნუ ტყავს გავს. ნუ რამდენი მეტრია, ვაფშე არაფერი არ აწერია ზეთ. აი ესე განახებთ. იქნებ მივხვდეთ რა ხელა იქნება. ნუ მატერია ტყავს გავს. ამას არაფერი არ აწერია ვაფშე რა არის, რისთვის არის. ხო, ეს არის კომპიუტერის პადი რა. ეს ისეთი დიდია, სავარაუდოდ კლავიატურა და ყველაფერი ზედიდება. და საკმაოდ კაი ხარისხია. ანუ მატერია ძალიან კაია. ძალიან დიდია, ხო, კლავიატურა, მაუსი და შეიძლება მონიტორი ზედ დაიდოს იმხელა არის. შემდეგი მოგძო, ეს სუბუქია და შეფუთვას ვაფშე არ გავს რაღაცის кейს. აი წინაზე სალამურის მსგავსი ნივთი რომ ამივიდა ამანათებში თუ უყურებთ ჩემ ვიდეოებს, აი მაგას გავს და მე მგონი ეგ არის. იმედია კაი ამოიდება შეგნით. ოჰო! სავარაუდოდ საღიელია და უბრალოდ რაღაც ჩასადებია. აი ესეთი кейსია რაღაცის. გავიგოთ ახლა როგორ იხსნება. აი ესე უნდა. ეს არის რაღაცის кейსი.
ეს ტყავია და განლაგების მიხედვით ალბათ უნდა მივხვდეთ რისი არის. მე განლაგების მიხედვით ვერ ხვდები რისია. ნუ შემდეგ ინტერნეტში მოვიძიებ და გასაყიდეთ თუ დაიდება უკვე, მე მივხვდებით კიდევაც, მაგრამ კომენტარებში თქვენს დაწერეთ. ხარისხიანი არის, ლამაზია და რა თქმა უნდა შეგახსენებთ, რომ ყველა ნივთი არის Amazon-ის დაყარგული ამანათები, ანუ რომლებიც ან პატრონს ვერ ჩაბარდა, ან უკან დაბრუნდა, ან სხვაგან მივიდა და მე დააბრუნეს, ანუ ფაქტიურად ახლები არის. ან მაქსიმუმ ერთხელ გახსნა ვიღაცამ ამერიკაში იქითკენ, მიხვდა რომ თავისა იყო და დააბრუნა. და მე მეორეჯერ ხსნი უკვე მე. არც მე არ ხმარობდა ყიდი. მოდი გავაგზავნოთ ტრადიცია და შემდეგ ის ესეთი იყოს და ხელით თუ მიხვდებით 3 ცალი წვრილი მილია. იმედია ონკანის მილიან რაღაც ის მილი არა. ნახოთ აბა რა შეიძლება იყოს. აჰა, გასაგებია სამწუხაროდ შეფუთვას დავაზიანე. ეს არის თუ ავწდები შესაფუთი ქაღალდები. ფერებს კი ხედავთ, ნუ შესაფუთ ქაღალდებს გავს რა. კომენტარებში მე გადაწერეთ რა. ასევე მინდა გითხრათ, ნივთები რომლებიც საცალოდ ვერ გაიყიდება, პატარა ნივთებია და საცალოდ არ არის მისი გაყიდვა, პატარა ფასები აქვს, ან სპეციფიური ნივთებია რაღაც ეგეთი. ამ ნივთებს შევკრავ 5-5 ცალად, 10 ცალად, 20 ცალად, ნახოთ რამდენი გამოვა ეგეთი და გავაკეთებ გამოცანა ყუთებს, ანუ არ გესოძნებათ ყუთში გადებს, ჩავდებ ბევრ რაღაცას, ექნება კონკრეტული ფასი და გაიყიდება ისიც ჩემ საიზზე რა თქმა უნდა. შეიძლება ერთი ცალი გამოვიდეს ამ ბევრი ამანათებიდან, შეიძლება ბევრი გამოვიდეს, მაგას ვერ გეტყვით. მაგრამ აი ეს რატომღაც გონია რომ იმ ყუთში აღმოჩნდება და მაგიტო გამახსენა ეს ყველაფერი. შემდეგი არის ეს რაღაცა უცნაური ამანათი, რომელშიც თქვენ წარმოვიდგინეთ, 2 ცალი ყუთი უნდა იყოს, მაგრამ ორი მაგარი და ჭიჭყილია და 2 ყუთიანი ამანათები რაღაც იშვიათობა აქვს, იმიტომ რომ თითო ამანათში თუ ყუთი დევს ხოლმე და მართალია 2 ცალი ყუთი დევს. 1 და ესეც მეორე. ამას ეგრევე ეთყობა რაც არის, ეს არის ჯოხი, სპეციალური რაღაცა რო ძირს არის დავარდნილი რო აიღო, ეს ზემოდან მოსაჭერი აქვს და ქვემოთ იღებს. განახებთ ახლა გავხსნი. ყუთი მთლად საამაყო მდგომარეობაში რო არა თქვენს ნახავთ. აი ესეთი რაღაცაა ერთი სიტყვით. აი ეს თან იკეცება თურმე, აი ესე და აი ესე რომ მოვკიდებ ხელს იღებ. ნუ მაგარი რაღაცა, არ ვიცი, ზარმაცებისაა შეიძლება. შეიძლება ბაღშიც გამოიყენოთ რაღაცაზე ხელის მოკიდება თუ აგნებავთ, ესე მოკიდებთ ხელს და აიღებთ. კაი რაღაცა არის, თან იკეცება ესე, აი. მეორე ნივთი რა არის ნახოთ. მეორე ნივთი არის ფანჯარის ჩასაბური არის, ნუ მანქანის ფანჯარის ჩასაბური არ მგონია და ხარისხიც რაღაც არ მომწონს, რაღაც დაზიანებები აქვს ძალიან ბევრი. ნუ ესეთია რა. გამხელა არის, მაგას გეტყვით ახლა თუ წერია ზომა. ზომა სამწუხაროდ არ წერია. ნუ სულ აღაფერს ჯობია იმის კვალობაზე, რომ ორი ნივთი ამოვიდა ერთ ამანათში. უკვე დაიძაბა, იმიტომ რომ შემდეგი არის ცოტა დიდი ყუთი. ვაი. ყუთია მთლიანი. მიყვარს ესეთი გამოცანა ყუთები, კაი რაღაცები დევს ხოლმე. ნუ ყუთის მიხედვით ვერ მივხვდებით რა არის, იმიტომ რომ კაი გემრიელი ჩინურით აწერია. საიდან იხსნება ჯერ ნახოთ. ვაი მე ღმერთო, ეს რა არის? ეს არის სათამაშო პისტოლეტების ნაკრები. ერთი პისტოლეტი დევს, ხალხო, ესეთი, ოღონდ გაიდება შეგით არ ვიცი, მაგას ვნახავ. და მეორე 100 საწყობი პისტოლეტი დევს. ეს თავისი სნაიპერის სიმითი, გავიხედოთ. მე მგონი უფრო პატარა ეს ვიდრე გადიდებს. თავისი სათვალეს მოყვება და ეს სავარაუდოდ ტყვიები არის. სნაიპერის ტყვიების მოყვება. მოდი ავაწყოთ მაგის დედაც და თავისი აბოიმა. მოდი პისტოლეტზე ვნახოთ. ამ ყველაფერს კიდევ ვიმეორებ, იმიტომ ტესტავ რომ და იმიტომ ვიყენებ რაღაცებს, რომ ვიღაცას გაფუჭებული არ შეხვდეს მე და გაფუჭებული არ შეიზინოს ვიღაცა. აჰა, აი ახლა დაიტენა, კარგად ჩავდეს, სწორად ჩავდე და ვისვრი და გეტყვით როგორი იქნება. ბიჭო, გამხელა ნაპოვით გადა. ძალიან კაი რაღაცა არის. მე ტყვიას ვიპოვი. ანუ ტყვიაში იმასო ჩადებ, მარტო ამას ისვრის მე და ვაზნას სავარაუდოდ იტოვებს. აბა ნახოთ ახლა ვაზნა. აჰა, და ვაზნა გადმოვარდა. ძალიან კაი რაღაცა არის. და ესე იგი მე ესეც ვაიწყობა, ეს დიდი რაღაცაც ვაიწყობა. დაჟე განათებაც აქვს. ხალხო, განათებს კიდევაც. ეს ვაიწყობა, ვაფშე გიჟი რაღაც გამოვა. უბრალოდ ახლა ამისი აწყობის დრო მე მგონი მე არ მაქვს. ნუ ერთი სიტყვით ინსტრუქცია აწყობის მოყვება. ეხა ამისი ამწყობი მე არ ვარ, მაგრამ ეს ახალ მუშაობს, ესე იგი ესეც იმუშავებს. საკმაოდ მაგარი რაღაცაა თავისი მაყუჩის მოყვება. ძალიან საინტერესო რამეა.
გამიხარდა რომ ცოტა ნორმალური რაღაცა მოვიდა გზელებში ძირითადად არ მოველოდებოდი მე რომ დიდ კაი რაღაცები ამოსულიყო კაი რაღაცა ძალიან მომეწონა გაერთობა კაცი საბავშვოა მაგრამ ისე კარგად ისროლა და ისე ტოშნად ისროლა რომ ალბათ საბავშვოს არ არის ეს ყველაფერი მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი G-ზე გაიყიდება ხოლმე ადეკვატურ ფასებში რა თქმა უნდა შემდეგი არის საკმაოდ მძიმეა აქ რაღაცა ჩხირებია მე მგონი და ნუ ყუთი არა ყოველ შემთხვევაში და კაი მძიმეა ნუ ნახოთ აბა აჰა რაღაცა სალაშქრო თემაც წამოვიდა მე მგონი კარავია ვაფშე აუ უეჭველი კარავია ხო ეს გავხსნათ აბა ნახოთ რა არის კარავს ვერ გიწყობთ ახლა აქ მაგრამ ო კარავია უეჭველი იმიტომ რომ ეს მიწაში ჩასაჭოვები მოყვა თავისი რკინებით და თავისი თოკებით უეჭველი კარავია გასაშლელი უი თავს დავდებ აქ კიდე რაღაცა მოყვა აი ესეთი რაღაცები მოყვა. ხო, კარვის არის უეჭველი, ხო? კარავია და კარავი საკმაოდ კაი არის. როა გავშალო ახლა და ვნახოთ, აი ესე გამოიყურება. ხო, კარავია ერთი სიტყვით. არ ვიცი ახლა კემპინგებზე და ესეთი რაღაცებზე მიზადი ხართ, ისინი მიხვდებით რა ხარისხია და დამიწერთ კომენტარებში, კაია თუ ცუდია. მაგრამ ამდენი რაღაც ახლა მოყვება, ცუდი არ უნდა იყოს, სავარაუდოდ ახლა Amazon-ის დაკარგულ ამანათში გამოვიდა, კაია უკვე. თავისი ჩანთა ყველაფერი ძალიან კაია. ხა ვნახავ იარლიღზე რაღაცერია ანოტაცია ზომებია რაღაც ეგეთი. იმიტომ რომ ერთი იარლიყი მოყვა, აი, ვნახოთ. 2 წუთში იწყობაო, ესე წერია, 2 წუთში შეგიძლიათ აწყობაო და ინსტრუქცია მოყვება. მეტი არაფერი არ წერია საერთოდ. რამდენ კაციანია და ასე შემდეგ არ წერია. ყარგამძლეა და ეს არის 86, 55, 51 ინჩზე. ხო, ულტრაისფერი სხივების პროტექტისა დაცვაც აქვს. ნუ, ძალიან კაი რაღაცაა, ნახეთ, აი ესე წაიღოთ. წარმოგიდგენიათ, ეს რაღაცა ხდება კარავი ბოლოს და შეგიძლიათ გააწყოთ. ხო, ესეც დაიდება ჩემს საიტზე. შემდეგი ამანათი, მერვე ამანათია ეს უკვე. ხო, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია ამ ამანათებში Georgian Time ამანათების გადაზიდვის სერვისი საქართველოსთან პოლონეთში და პოლონეთიდან საქართველოში. ისინი დამეხმარნენ რომ ამდენი ამანათი ჩამომეტანა. მათი გვერდები დათაგული იქნება ჩემთან კომენტარებში და შეგიძლიათ აი ესე იპოვოთ Facebook-ზე, ესე იპოვოთ TikTok-ზე. აბა ნახოთ ამაში გადდევს. ძალიან მსუბუქი ყუთია, სახთოვანებელი არაფერი არიდება. დიდი ასოებით აწერია Made in China. ძალიან დიდი ასოებით აწერია. აბა ნახოთ აბა გაიდება ამ Made in China ყუთში. ოჰოჰო, რაღაცა ისეთი დებს, რასაც კაბელი მოყვება ხალხო. ჭაღი, შემისწორეს წერან ლუსტრა არაო. ეს არის ჭაღი, ხალხო. ევროპულზე როგორ წავა არ ვიცი, იმიტომ რომ სხვანაირი შტეკერები აქვს, ნახეთ, აი ეს 4 ცალი დენთან დამაკავშირებელი 4 ცალი აქვს. მე ჩვენთან ორიანი მინახია მაქსიმუმ. როგორ წავა არ ვიცი, ეს ხო ამერიკული ამანათებია. აი ეს არის და 2 ცალი ეს მოყვება. აი ეს, ანუ ეს აქ მაგრდება, როგორც მივხვდი. ხო ხვდებით რა. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი ეს ვინმე მცოდნემ დამიწერეთ. ევროპულზე, ანუ ევროპულ დენზე და ასე შემდეგ როგორ იმუშავებს. აი ეს 4 ცალი რატომ მოყვება ეს? თუ წავა ჩვენსაზე. ანუ თუ შეერთდება ჩვენ დენზე რა, აი ეს 4 ცალი მოყვება, ნახეთ. ხო. ისე კაი რაღაცაა, ნორმალური რაღაცაა. და დღეისათვის ბოლო ამანათი, ნახოთ აბა ამაში გადევს. ეს ყუთი არის. ო, ეს უკვე დაბრენდილი ყუთია და მე მგონი არის შტატივი. რაღაცა შტატივი. აი ეს არის შტატივი, აი ესე გამოიყურება. კამერის შტატივია თუ ავწდები, რომელიც საბოლოოდ მეტვანს გამომადგება. კაი შეფუთული კი არის. ოღო. თავის დამცავით, ძალიან ხარისხიანი შტატივია, აი ძალიან, ეს მოდელი ეს არის, მე შეგიძლია ნახოთ. ნუ როგორ იხსნება ეს არ ვიცი. ხარისხიანი შტატივია, აი ძალიან. ეტყობა კიდევაც. ეს ალბათ მაღლა იწევა. უიმე. აუ, კაი შტატივია. და ეს სტანდარტული, აი ესეთი სტანდარტული ის აქვს. ოსმო და კამერები მაგდება ძირითადად ზემოთ. ოსმოს დამაგდება, ჩემი ოსმოს დამაგდება დაწმუნებული ვარ. ეს რაღაც კნოპკა აქვს და ისთვის არის ვერ ხვდები. ხარისხით შტატივი არის, რავი, აი უმაღლეს დონეზე, რაც ხარისხი მომეწონა ძალიან. ესეც დაიდება ჩემს საიტზე, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად რის გაყიდვასაც გადავწყვეტთ ხოლმე, დაიდება ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი G. შეგიძლიათ შემოხვიდეთ, ადგილზევე გააფორმოთ შეკვეთა. ნუ, კაი რაღაცა არის, რა თქმა უნდა, ახალი, ძალიან მომეწონა, ნუ ქვემოთაც დამცავი აქვს. ინსტრუქცია მოყვება და ამას ვერ ხვდები
ინსტრუქცია რატომ უნდა მოყვეს საერთოდ, ანუ ძალიან მარტივი მისახვედრია რა არის, რისთვის გამოიყენება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩავაგდოთ ინსტრუქციაც, არ დავკარგოთ, გამოადგება ადამიანს, ვინც ამას შეიძენს. სულ ეს იყო, მეგობრებო, დამთავრდა ჩვენი 10 ამანათი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, მსგავსი ვიდეოები იქნება ხოლმე ძალიან ბევრი. დაიდება ხოლმე 2-3 დღეში ერთხელ. YouTube-ზე უფრო კარგი რეზოლუციით და კარგი ხარისხით, რა თქმა უნდა, Facebook-ზე და TikTok-ზე მთლიანი ვიდეოებს ვერდებ ხოლმე, ასე რომ ნაწილ-ნაწილებად დაიჭრება ხოლმე და უფრო ხშირად დაიდება აქედან გამომდინარე, ანუ 10 ამანათს რო გავხსნი, დაიჭრება ხოლმე 2 ნაწილად ან 3 ნაწილად და დაიდება ხოლმე თითქმის ყოველ დღე. გამოიწერეთ ჩემი არხი, რამის შეძენა თუ გნებავთ ამოსული ამანათები და რაიმე თუ მოგეწონებათ და გაინტერესებთ, გაიყიდებათ თუ არა, შედით ჩემს საიტზე და აგული ამანათები.g, გადადით ნიუთების კატალოგში და ნახავთ იქ რაც იყიდება. რაც გაიყიდება ხოლმე უკვე ამოიშლება კატალოგიდან, ანუ კატალოგში თუ არ არის უკვე, ესე იგი გაიყიდა. ან აუყიდი საერთოდ და მე თვითონ მომეწონა ვიდეოები. ხოლო ამანათების ჩამოწანა თუ გნებავთ პოლონეთიდან საქართველოში ან საქართველოსთან პოლონეთში გაგზავნა რაიმესი, უნდა დაუკავშიროთ Georgian Times, რომელიც არის ჩემი მხარდამჭერი. სულ ასე იყო და წარმატებები ყველას.